ენერგოსექტორში დასაქმებულთათვის და მათთვის, ვინც კარიერულ მომავალს ენერგეტიკას უკავშირებს, პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების განათლების ხელშეწყობის მიზნით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში სასწავლო კურსები და სხვადასხვა პროექტები მიმდინარეობს. ცენტრის მისია აქტიურად იყოს ჩართული და პრიორიტეტული საქმიანობები განახორციელოს, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში კვალიფიკაციის ამაღლებას, მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირების, ცნობიერებისა და ჩართულობის დასს. რა შედეგები აქვს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს თავის საქმიანობაში, როგორი იყო 2025 წელი და რა გეგმებია მიმდინარე წელს. ამ საკითხებზე გადაცემის სტუმართან ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილესთან ნუგზარ ბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონ ნუგზარ. მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და პირველ რიგში სასწავლო ცენტრის ასე ვთქვათ 25 წლის საქმიანობა შევაჯამებთ. მანამდე საინტერესოა თქვენი შეფასება, როგორ ხედავთ ენერგეტიკის სექტორში განათლების ხელშეწყობის, იგივე ინფორმირების თვალსაზრისით, რა გამოწვევებია და რამდენად აქტიურად უნდა იყოს ამ მიმართულებით მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული. მოგესალმებით, მადლობა კეთი გადაცემაში მოწვევისათვის. იმისათვის რომ ამ თემაზე ვისაუბროთ, ალბათ პირველ რიგში უნდა შევეხოთ იმას, თუ რა პროცესები მიმდინარეობს უშუალოდ ენერგეტიკაში. ეს გახლავთ ძალიან დინამიურად განვითარებული დარგი სექტორი, რომლის ერთი სიტყვით დასახელება, ესე ვთქვათ, დახასიათება შეიძლება სიტყვით გარდაქმნა, განვითარება, ეს არის ტრანზიშენი, ესე ვთქვათ, და გარდაქმნის პოლიტიკა თავისთავად პირველ რიგში გულისხმობს თვისობრივ გარდაქმნას ენერგეტიკისას, რომლის შემადგენელი კომპონენტები გახლავთ განახლებადი ენერგიების ფართედ გამოყენება, ენერგოფაქტურების ღონისძიებების დანერგვა, ნულოვანი ემისიები, ანუ დეკარბონიზაცია და შესაბამისად უშუალოდ ბაზრის სტრუქტურული გარდაქმნა, როდესაც ხდება ასე ვთქვათ მონოპოლიზებული ბაზრის გარდაქმნა ლიბერალურ ბაზრად და ყველა ეს პროცესი თავისთავად მოიცავს უნიშნულოვანეს საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია განათლებასთან. ნუ ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ცალსახად შეიძლება გაესვას ხაზი იმას, რომ გვაქვს გარკვეული დეფიციტი კადრების, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტექნიკური უნივერსიტეტი საკმაო რაოდენობით ამზადებს ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს. ცენტრი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ენერგეტიკის ფაკულტეტთან. ერთ-ერთი პროექტი მახსენდება გასულ წელს, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის იყო განხორციელებული და საკმაოდ ეფექტური იყო ეს პროექტი განახლებადი ენერგიების, ასე ვთქვათ, განვითარების მიმართულებით, ხო? რა თქმა უნდა. აი თქვენ უფრო ზოგადად ასე ვთქვათ ისაუბრეთ, მაგრამ უფრო რა მიმართულებით ჭირდება ქართულ საზოგადოებას ენერგეტიკის რა მიმართულება არის უფრო აქტუალური ამ ეტაპზე იმისათვის, რომ გაცილებით ასე ვთქვათ, რომ უფრო ძლიერად ვიყოთ ცნობიერების ამაღლების კუთხით, იგივე განათლების ხელშეწყობის თვალსაზრისით, გარდა კვალიფიკაციის ამაღლების, არაც უკვე სექტორში დასაქმებულობის შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, ხომ და განვიხილოთ. ამას გარდა საზოგადოებას ზოგადად რა ინფორმაცია სჭირდება? კეთი რა თქმა უნდა თქვენ საქმის ყურში ხარ და ერთ-ერთი მონაწილე ხართ ამ პროცესის. მოგეხსენებათ რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თავისთავად საკმაოდ რთული პროცესია. ასევე მინდა შევახსენო საზოგადოებას რომ არის გარკვეული ასე ვთქვათ პრობლემატიკა ახალი ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით არის ძალიან მრავალპლანიანი საქმიანობა, განსაკუთრებით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში, როგორიც არის უშუალოდ მოსწავლე ახალგაზრდობასთან კონტაქტი და ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ესე ვთქვათ თანამშრომლობთ UNICEF-თან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების საფუძველზე შეხვედრა იყო დაახლოებით 4000 ახალგაზრდასთან დაამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან და ჩვენ ვფიქრობთ რომ ზოგადად ენერგეტიკაზე ზრუნვა სწორედ აი ამ პოზიციიდან უნდა დავიწყოთ, იმდენად რამდენადაც ენერგეტიკული კადრების აღზრდა სწორედ აქედან მოდის, რომ თავად ეს სპეციალობა გავხადოთ პოპულარული და ასე ვთქვათ აუხსნათ ახალგაზრდობას, რომ ეს მათი მომავლისათვის უაღრესად კარგი ნაბიჯი იქნება, იმდენად რამდენად ეს არის დარგი, რომელიც მუდმივად ვითარდება, დარგი, რომელიც მუშაობს ნებისმიერ პირობებში და დარგს, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, მაღალგანათლებული, ასე ვთქვათ ახალგაზრდები. იმდენად რამდენადაც აქ, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივისცემა ჩემგან ჩვენს ასე ვთქვათ ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს, თუმცა ამ დარგში
სულ უფრო და უფრო მეტი ინოვაცია შემოდის, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან, რომელშიც ახალგაზრდებს ინტერესიც აქვს და ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად განვითარდებიან და ენერგეტიკისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება, რომ ჩვენი ახალგაზრდობა დავაინტერესოთ სწორედ ამ დარგით. გასაგებია და ბატონო გზა, აუცილებლად მინდა გავაგრძელოთ თქვენი საუბარი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ენერგეტიკა, რომლებმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს სექტორის განვითარებაში, გადასცემენ თავის ცოდნას ახალგაზრდა თაობას ხო, რასაც თქვენი საუბრეთ და ამას აკეთებს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რასაც მე ვადევნებ ხოლმე თვალყურს, განსაკუთრებით 2025 წლის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო ცენტრი ამ მიმართულებით და სასწავლო კურსები, რომელიც ცენტრის მიერ ხორციელდება, ძირითადად ტრენერები არიან სემეკის წარმომადგენლები. თუ შეიძლება რომ უფრო ასე ვთქვათ ფართოდ ვისაუბროთ ამაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი იგივე მაგალითად პრაქტიკოსი ლექტორების, ტრენერების მიერ კონკრეტული ინფორმაციის გადაცემა სექტორში დასაქმებულთათვის თუ სკოლის მოსწავლეებისათვის ან სტუდენტებისათვის. კეთი ძალიან აქტუალურ საკითხს შეეხეთ, იმდენად რამდენადაც არსებული, ასე ვთქვათ, ცოდნის, არსებული სამეცნიერო მიღწევების გადაცემა ჩვენი, ასე ვთქვათ, მსმენელებისათვის და მსმენელები პირველ რიგში არის, რა თქმა უნდა, ჩვენი სექტორის საწარმოები, რეგულირებად საწარმოები, მათ შორის ელექტროსადგურები, ქსელური კომპანიები, გადაცემის ლიცენზიანტი და ასე შემდეგ და აქ ძალზე მნიშვნელოვანია სწორედ ის გამოცდილება, რომელიც არის ჩვენ სპეციალისტებში. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არის გარკვეული პრობლემატიკა, განსაკუთრებით ანალიტიკური და სამეცნიერო საქმიანობის თვალსაზრისით, ამას გაცილებით უფრო მეტი სახსრები და ხელშეწყობა ჭირდება, ამ კუთხით გარკვეული განვითარება აუცილებელია და უნდა ითქვას, რომ ჩვენს საჯარო დაწესებულებებში თავმოყრილია ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომელსაც აქვთ ცოდნაც, სამეცნიერო მუშაობის, ასე ვთქვათ, გარკვეული გამოცდილებაც და ძალიან კარგად ფლობენ პრაქტიკულ საკითხებს. იმისათვის, რომ ბაზარზე კონკურენტული გახდეს სპეციალისტი, მას აუცილებლად სჭირდება ესეთი პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ სწორედ იმ პირებისაგან, რომელიც უშუალოდ დღეს, ესე ვთქვათ, ჩართულები არიან ამ საქმიანობაში და მათ მიერ ცოდნის გაზიარება და პრაქტიკული გამოცდილების ბაზირება უაღრესად მნიშვნელოვანია. არის გარკვეული დისკუსიები ამასთან დაკავშირებით, ბოლო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა აქ შეიძლება ითქვას, რომ პირველ რიგში ყველა იმ ნორმის დაცვით, რომელსაც ითხოვს კანონმდებლობა, აუცილებელია ამ სპეციალისტების ჩართვა ამ სასწავლო პროცესში და ჩვენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ყველა იურიდიული ნიუანსის გათვალისწინებით აუცილებლად ჩავართავთ როგორც სემეკის თანამშრომლებს, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვთ, განსაკუთრებით რეგულირებად კომპანიებთან ურთიერთობის, ფლობენ ძალიან დიდი მოცულობით, ასე ვთქვათ, ბაზებს მონაცემებს, რომელთა ანალიზიც ხორციელდა, ვისაც უნახავს სემეკის, ასე ვთქვათ, წლიური ანგარიშები, ნახავთ, რომ იქ ანალიტიკაა ძირითადად. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი აუცილებლად განვითარდება სწორედ ამ მიმართულებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ყველა ნორმებს დავიცავთ ამასთან ერთად. ძალიან კარგი ბატონო, გზარდა, ვიდრე ვისაუბრებდეთ 2026 წლის გეგმებზე და ძალიან საინტერესო ამ მიმართულებით უფრო დეტალურად ვიცოდეთ, რას გეგმავს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი. 25 წელი რომ შევაფასოთ, თქვენ 2022 წლიდან, მას შემდგომ რაც ცენტრი დაფუძნდა ბრძანდებით ცენტრის წარმომადგენელი და როგორ განვითარდა ზოგადად ცენტრის საქმიანობა, როგორია დაინტერესება სხვადასხვა ასე ვთქვათ აუდიტორიების მიერ სასწავლო კურსების მიმართ და ასევე ჩართულობა პროექტებში. დიდი მადლობა, კეთი, ეს შეიძლება ითქვას, რომ ცენტრის შესახებ ცნობადობის გასაძლებლად უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოთი, რომელიც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა 2025 წელს მიიღო. ეს არის Energy Globe, რომელიც ცენტრმა დაიმსახურა UNICEF-თან ერთად შესრულებული პროექტის ფარგლებში. ეს არის მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსებით გამოყენებასთან დაკავშირებით და ეს იყო ძალიან დიდი აღიარება, რაც ჩვენ უაღრესად დიდ წარმატებაც მიგვაჩნია. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ცენტრს აქვს სპეციალური ტრეინინგ მოდულები, რომლითაც ჩვენ ვახდენთ გადამზადებას რეგულირებადი კომპანიების თანამშრომლების, მათ შორის ახალგაზრდა თანამშრომლების და შესაბამისად ამ თვალსაზრისითაც ძალიან დიდი სამუშაო იყო ჩატარებული. შეიძლება ითქვას ასევე
კიდევ ერთი ძალიან დიდი სეგმენტი არის მოსავლე ახალგაზრდობას შორის აი ამ სპეციალობის ასე ვთქვათ პოპულარობის ამაღლება, რისაც ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით სხვა დებატებში და მათ შორის ინოვაციასა და ტექნოლოგიების კომიტეტთან ერთად კასპის ტექნოპარკის ბაზაზე ჩატარდა შესაბამისი ესე ვთქვათ შეჯიბრება და ამ შეჯიბრებაში გამოვლენილი იქნა ახალგაზრდები, ახალგაზრდა კომპანია, რაც ჩვენთვის ძალზე საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ისინი მუშაობდნენ პირველ რიგში აი ჭკვიანი აღრიცხვის მიმართულებით, რაც დღეს უაღრესად აქტუალური საკითხია. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო და გარღვევა შეიძლება ასე ითქვას ვიშეგრადის პროექტი, რომელშიც ჩვენ მონაწილეობთ ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენს მიერ გამოცემული იქნა გზამკვლევი სხვადასხვა დონის სპეციალისტებისათვის რეგულირების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, იმდან რამდენადაც ხშირია მიმართვიანობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებზე, სხვადასხვა საკითხებზე და ჩვენ მოამზადებთ გზამკვლევი, რომელიც მათ აძლევთ საშუალებას ძალიან მარტივად დააკვალიანონ, ასე ვთქვათ, აბონენტები ენერგეტიკის საკითხებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტი ენერგეტიკა, ასე ვთქვათ, დაბადებიდან დღემდე, სადაც აქცენტი გაკეთდა კახეთის ორი რაიონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებზე და ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ აღთვალებული დავრჩით ამ ახალგაზრდების მონდომებით. ეს იყო ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესო ორმხრივად სასარგებლო პროექტი, რომელზეც ჩვენ გამოვალინეთ ისეთი ახალგაზრდები, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად ენერგეტიკას შეავსებენ და ძალიან დიდ როლს ითამაშებენ. მნიშვნელოვანია ჩვენი, ასე ვთქვათ, განვითარება საერთაშორისო დონეზე. 2025 წელს იყო ძალიან საინტერესო პროექტი ყირგიზეთის, ასე ვთქვათ, ენერგეტიკის სექტორთან, მარეგულირებელი ახლა ჩამოყალიბების პროცესშია და აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავატარეთ შესაბამის ტრეინინგი და ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება იქნება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. დიახ, 26 წელსაც, იმდენად რამდენადაც სწორედ აი შუა აზიის ქვეყნებში ეხლა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპებით მარეგულირებელი ორგანოების ჩამოყალიბება, საჭირო იქნება პერსონალის გადამზადება, მათთვის სხვადასხვა აქტუალური საკითხების გაზიარება და აქედან გამომდინარე ჩვენ საქმიანობაში ეს ძალიან წაადგება, განსაკუთრებით ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია რეგულირების სხვადასხვა თემების წამოწევა, როგორც მაგალითად სატარიფო რეგულირება და უნდა ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს. რა თქმა უნდა. იქიდან გამომდინარე, რომ დროში შეზღუდულები ვართ, ბატონო, აუცილებლად სხვა გადაცემაში ციფრულად გავაგრძელოთ ამასთან დაკავშირებით საუბარი. მინდა შევეხო უბრალოდ მოგვიყვეთ 2026 წლის გეგმებზე, მოკლედ რო გითხრათ იმ პრიორიტეტების შესახებ, რაც მიმდინარე წელს ექნება ცენტრს. თავიდან ჩვენ დავიწყეთ ენერგეტიკის აქტუალური საკითხები და უნდა გითხრათ, რომ გასულ წელს გამოიკვეთა ძალიან საინტერესო ტენდენცია, როდესაც უაღრესად სწრაფი ტემპებით განვითარდა მზის ენერგიის სადგურები, ქარის სადგურები და იყო ძალიან დიდი მიმართვიანობა ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე ინვესტორებისგან, დეველოპერებისგან პირველ რიგში იყო დასმული საკითხი სპეციალისტების შესახებ. იმ სპეციალისტების შესახებ, რომლებიც ოპერირებას გაუწევენ ასეთ სადგურებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება სწორედ ოპერირების საფუძვლების გადაცემა ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის, იმდენად რამდენადაც მოგეხსენებათ მზის სადგურები, მიკროსადგურები ათასობით, მცირე სადგურები ათეულობით, ასე ვთქვათ, უკვე მშენებლობის პროცესშია და მათი ასე ვთქვათ პერსონალის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რეგულირების თვალსაზრისით მელიორაციის სექტორი, ახალი ვთქვათ სექტორი შემოდის ჩვენს რეგულირებაში და უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ კუთხითაც უკვე ვიგეგმებით, რომ ამ სექტორის რეგულირების საკითხები და მინდა გითხრათ, რომ სოფლიოში დიდი გამოცდილება არ არის, ასე ვთქვათ, გზა ხდება ბევრი საკითხების შესწავლა და დაზუსტება და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ამ კუთხითაც აუცილებლად განვითარდება. სამეცნიერო საქმიანობა თუ არის 2 სიტყვას ვიტყვი, ჩვენ რუსთაველის ფონდის და ფინანსებით ძალიან აქტიურად მუშაობთ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. ფაქტიურად შემუშავებულია სხვადასხვა ტიპის სტრატეგიები ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და 2026 წელი იქნება დამაგვირგვინებელი, რომელიც შესაბამისი დოკუმენტით იქნება უზრუნველყოფის
საინტერესო კვლევას უნდა ველოდოთ უკვე ახლოეს ხანებში. წარმატებებს გისურვებთ ბატონ ნუგზარ. მე აუცილებლად ჩავერთვები და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას როგორც მსმენელი თქვენ სასწავლო კურსებზე, იმიტომ რომ ვფიქრობ საკმაოდ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მივიღებ. წარმატებებს გისურვებთ და იმედს ვიტოვებ, რომ მომდევნო გადაცემებში გაგვიზიარებთ კიდევ ინფორმაციებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს შევსაუბრობდით ენერგეტიკის განათლების შესახებ ხელშემწყობ პროექტებზე.